შუადღემშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მე მინდა მოგახსენოთ გუშინდელი პრეზენტაციის შესახებ, როგორ ჩაიარა ჩვენმა პრეზენტაციამ და რა მოხდა და როდის იქნება შემდეგი პრეზენტაცია. მოდი შემომიერთდით ყველანი, აი ესე იგი დაგაკომენტარებთ ყველას. გუშინ ჩავატარეთ ესე იგი მაჟორელის ლურჯში პრეზენტაცია ჩემი წიგნის თინეიჯერის დღიურების და გუშინ რადგან თამარ მეფობა ყოფილა და ეს რა ვიცი დამთხოვული იყო ამ დღეს შემთხვევით დამთხოვული იყო ამიტომ თამარ მეფეზეც ვისაუბრეთ 1-2 სიტყვა მეგობრებო და ძალიან საინტერესო რაღაცეები გავაჟღერე ძალიან საინტერესო მაყურებელიც გავიცანით ჩემი მსმენელი პირადად და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც მოვიდა ჩემთან პრინციპში ადგილები თითქმის გაივსო მე ბევრი არც დამიპატიჟია და ვეცადე რომ პირველი პრეზენტაცია ჩემი ყოფილიყო მოკრძალებულად და პატარა წრეში იმიტომ რომ ხა რა ვიცი მე რა გონებაზე ვიქნებოდი და რანაირი საკითხი იქნებოდა ეს პრეზენტაცია ხო მართალი გითხრათ მე პირადად ჩემი გამოცდილები და მინდა გითხრათ რომ მე არ მომეწონა ეს ამპლუა, მე რო წინ ვიჯექი მარტო ერთი კუკუსავით და დანარჩენები მაყურებელი წინ იჯდა. არ მომეწონა ეგ ვითარება. მე უფრო შევცვლიდი ამას შემდეგ შეხვედრაზე და მივსემდი ასეთ სახეს მეგობრებო. წრე არის ძალიან საინტერესო რამე. წრეში ენერგია შეიგრძნობა. წრეში საუბრობს არა მხოლოდ ერთი, საუბრობს ყველა. წრე არის ესეთი რამ რომ აი შენი სათქმელი უფრო კარგად მიდის მაყურებელთან, მსმენელთან. და მივხვდი იმასაც, რომ ძალიან სულ სხვა ამპლუა არის ეს, ანუ სულ სხვა ენერგეტიკა შეიგრძნობა, ვიდრე ეხლა ესეთი ლაივები, როგორც აქედან ციფრული აპარატებით დავუკავშირდით ერთმანეთს რა ვიცი კილომეტრებში, ხო? მე ძალიან მომეწონა გუშინდელი დღე იმ ხრივ, რომ ყველანი პირისპირ გავიცანი და სხვადასხვის აი მაყურებელი ვინც ვნახა, ხო, ვისაც არ ვუნახი ვარ მე პირადად, ხო? შოკირებული იყო, რომ აი რა სხვანაირი ხარ. მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთვის ლაივი ან ლაივში არ ვერთვები, როდესაც პრეზენტაციაზე ვარ, იმიტომ რომ მე ეს არ მომწონს. ორგვარ სივრცეში ვიყო ერთად. მაგრამ არის ფრაგმენტები, გამორთეთ რა დედიკო ეს რაღაცა, ხო? არის ფრაგმენტები გადაღებული ნინო ხარაძის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, ეს მან გადაიღო ლაივი და მან ატვირთა, ნუ არ მაქვს მე არც იმის საწინააღმდეგო რომ ვინმე გადაიღოს ლაივი და ატვირთოს ჩემი პრეზენტაციის დროს, მაგაზე პრეტენზია არ გამაჩნია, შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაიღო და ატვირთოს თქვენს გვერდზე ჩემი ლაივი. მაგრამ მე თვითონ არ ავტვირთავ ჩემს გვერდზე, ჩემს ლაივს. კარგი, დედიკო, რა ხდება? ასე რომ ჩემო კარგებო, ამ პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ ვინც ვიყავით იქ, დაინტერესებული პირები და სიდონის წევრები, შევიკრიბეთ კიდევ სხვა ლოკაციაზე შევხვდით, ლოკალში შევხვდით და იქ გავაგრძელეთ საუბრები და კიდევ 1-2 საათი ვისაუბრეთ. მეგობრებო, ძალიან საინტერესო დღე იყო გუშინ მე პირადად დავიღალე კიდევაც. მართალი გითხრათ, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს პირისპირ შეხვედრები. ეგ უნდა გითხრათ მართლა, აი პირისპირ შეხვედრა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე რო საუბრობდი, წინ რო ვიჯექი, ეს არ იყო ჩემთვის მისაღები და არც მოსაწონი. ამიტომ მე ვისურვებდი უფრო კითხვა-პასუხის რეჟიმს, უფრო ინტეგრირებულ რეჟიმს, თქვენს მხრიდანაც ინტეგრაცია. დედიკო, დაინგრა ყველაფერი, დაანგრიეთ, მიდი. ხო და რა ხდება, ჩუმად იყავით რა. ასე რომ ჩემო კარგებო, შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ გვექნება ან 14 ვალენტინობას 14-ში, ან გვექნება ჩემს დაბადების დღეზე 20-ში. ამას კიდევ გაგიცხადებთ და ლოკაციასაც გაგიცხადებთ, თუ სად შეიძლება მოხდეს ჩვენი შეხვედრა. როგორც უკვე გითხარით, მე მირჩევნია სივრცე, სადაც ხმაური არ იქნება. შესაძლებელია, რომ იქ იყოს გუშინ სხვადასხვა ჩემი მუსიკების წარვადგინე და არ ვიცი როგორ არ მიკითხავს როგორ მოეწონა ჩემი მუსიკები, მაგრამ შეგიძლიათ აგერ კომენტარებში დამიწეროთ, რომ ძალიან მოგვეწონა ან არ მოგვეწონა, ან ვერ გავიგეთ, რა ვიცი, როგორც მიიღეთ ისე. და შემდეგ შეხვედრაზეც ჩემს შეიძლება ახალ მუსიკებს, შეიძლება ძველ მუსიკებს წარგიდგენთ. ხელოვნურად. ბიჭო! კარგად ხართ?
რატო ტირია, რა უნდა? Ich habe gesagt, die Coaching Management live fertig bist, bevor du hier lauter leer machst. ხო და ჩუმად იყავით ცოტა ხანი 2 წუთი, მათ 2 წუთი დიდხანს არ გავაგზავნებ. შევხვდებით შემდეგ შეხვედრაზე, მე გავაცხადებ აუცილებლად. ვინც ვერ ახერხებთ მოსვლას, შეგიძლიათ უბრალოდ თქვენს მეგობრებს თხოვოთ, რომ იქნებ ლაივი ჩაწერონ, ლაივში მათთან უყუროთ. როგორც უკვე გითხარით, მეგობრებო, მე ჩემს გამოსვლებს, პრეზენტაციებს, საუბრებს ლაივში აღარ ჩავწერ. რატომ აღარ ჩავწერ? არ ვიცი, უბრალოდ ესე მინდა და აღარ ჩავწერ. აწის სხვამ ჩაწეროს თუ უნდა. თუ არ უნდა, ნუ ჩაწერს. აი ესე, მორჩა. კარგად იყავით, დროებით გემშვიდობებით, კარგით. დამერწმუნეთ, მეგობრებო, თავს არ მოგანატრებთ, მაგრამ თავსაც არ მოგაბეზრებთ, ესე რომ ვთქვათ. აბა თქვენიცით.